გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ძალიან მიხალისე, როდესაც ჩვენი დაუზარელი ალიანსელები 26 მაისს ერევანში საქმიანი ვიზიტით ჩასულ მარკო რუბიოს თბილისიდან რუსთაველის გამზირიდან დიდი მოკითხვა გადასცეს. ერთმა არ მახსოვს ვინ ისიც კითხვა მარკო რუბიოს უნდა დავანახოთ, რომ თბილისში უფრო მეტნი ვართ, ვიდრე მას ერევანში დახვდაო. ძალიან კი ვიხალისე, მაგრამ მე მორიგ ჯერზე ესპანური სირცხვილი დამეუფლა. რას იფიქრებს ის კაცი მარკო რუბიო მყავს ხედველობაში? ასეთ რამეს რო გაიგებს, ასეთ მონურ დამოკიდებულებას რომ დაინახავს. ანუ კაცი ჩადის ერევანში თავისი ჩრდილო ამერიკული სახელმწიფო საქმეების გამო და უცებ შორეული ხმაური ესმის. რა არის ეს ნიკოლ ჯან? რა ხმაურია? კითხავს ფაშინიანს, რომელიც სამზარეულოში ფუსფუსებს და დათვს ატყავებს, რათა საღამოს ევროპაში ყველაზე ძველებური კერძი არგანაკი მოუმზადოს დიდ სტუმარს. ეს ქართველები ხმაურობენ, თქვენ გესალმებიან და გვეჯიბრებიან. ქართველები გააგრძელებს მარკო რუბიო, ჩააფიქრდება, მერე სახე გაუნათდება და წამოიძახებს. ხო, ქართველები ეს ხინკალი ფელამუში და რატი ამაღლობელია, ხო? დიახ, უპასუხებს ფაშინიანი. სხვათა შორის ხინკალი პირველად ჩვენთან არარატზე შეიხვა და მერე ჩვენს უმცროს ძმებს ქართველებს ვასწავლეთ. ხუმრობ რასაკვირველია, მეზობელ სომხებს იმედია არ ეწყინება ჩემი უკბილო ხუმრობა. თუმცა მახსოვს რამდენიმე წლის წინ ერევანში ჩავფრინდი, ზვარტნოცის აეროპორტიდან გამოვედი და რა დავინახე? უზარმაზარი ხინკლის ბიუსტი. ბიუსტი თუ ქანდაკება, ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ დიდი ხინკლის ფიგურა იდო ბრინჯაოს პოსტამენტზე. ჯერ ვერ გავიგე რა იყო, რა უნდა აქ ხინკალს მეთქი. სადმე საქართველოში ხომ არ დაჯდა თვითნავი თქო. მე მივუახლოვდი და აღმოჩნდა რომელიღაც ეროვნული რესტორნის რეკლამა ყოფილა, ოქროს ასოებით ეწერა, რომ იმ რესტორანში მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ხინკალი მზადდებაო. მოკლედ ასეა, თუ ისე ეს ჩვენი დაჩმორებულები თბილისიდან შეეცადნენ ხმის მიწვდენას მარკო რუბიოსთვის და ამიტომაც დამემართა მორიგ ჯერზე ესპანური სირცხვილი. მარკო რუბიო რა იცის, ვინ ცდილობდა მასთან ხმის მიწვდენას? ხომ შეიძლება epikra რომ მთელი ქართული საზოგადოება ყურებზე დადგა და მისი ყურადღების მიპყრობას ლამობდა. არის ამაში რაღაც მდაბიური, არ გეჩვენებათ? ხო, თქვა და მიიქციეს რუბიოს ყურადღება. მე რა უნდა მომხდარიყო? მე რუბიო ჩამოვიდა და თბილისში, მეტეხის ჩრდილში იცეკვებდა განდაგანს და გიორგი ვაშაძეს დიდი ხნის ნანატრ პრემიერ-მინისტრის სავარძელში ჩასვამდა? რატომ, მეგობრებო, რატომ ცდილობს ზოგიერთი ჩვენთაგანი თავის გაყოფას უღელში? და განა არსებობს კარგი და ცუდი უღელი, რუსული უღელი ცუდი იყო და ამერიკული რა კარგი იქნება? საიდან აქვთ ზოგიერთებს მონობისადმი, ყმობისადმი და უფროსი ძმისადმი მიდრეკილება? წარმოგიდგენიათ, მარკო რუბიო ერევანში იყო და ესენი აქედან ხელს უქნევდნენ. მაგრამ რატომ მიყვარს? განა არ უნდა მივეჩვიო მათ ვოიაჟებს დასავლეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც ისინი ღვინის ტიკითა და ალბათ აკიდოთი პერიოდულად ჩადიან. ნახავენ ვინმე მეტნაკლებად წონიან ჩინოსანს, ფეხქვეშ გაეგებიან, შეიძლება ქუსლები წაულოკონ და ეხვეწებიან, დაგვსაჯეთ, ქალბატონო მარგარიტა, დაგვსაჯეთ და მე კიდევ ერთხელ დაგვსაჯეთო. არის ამაში ერთგვარი მაზოხიზმი, ხომ კი? საინტერესო იმ ჰიპოთეტურ მარგარიტას არ უყურს ასეთი რამ, რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი მათთან ასეთი თხოვნით ოდესმე ჩასულა, რა შეიძლება ჩასულა კიდეც, თუმცა მე ასეთი რამ არ მსმენია. რუსი ოპოზიციონერები, ვინც რუსეთიდან გაქცეულია და დასავლეთშია, ბევრ რამეს ამბობენ თავიანთ დედა სამშობლოზე, მაგრამ ის რომ მათ დასავლეთისთვის რუსეთის მოსახლეობის დასჯა მოეთხოვათ, არ გამიგია. ყველა რუსი ოპოზიციონერი ალბათ ადრე თუ გვიან ფიქრობს შინ დაბრუნებაზე. ეს ხომ დიალექტიკაა, მეგობრებო. შინ დაბრუნება ყველას სუნდა, რადგან საკუთარ სამშობლოზე უკეთესი ადგილი არ მოიძებნება. მხოლოდ საკუთარ მიწაზე ადამიანი სრულყოფილად, ბატონ პატრონულად და მყარად.
სხვაგან ყველანი სტუმარია. სტუმარი კი არის ღვთისა, მაგრამ სტუმარმა მაინც დროებით მოვლენაა და მასპინძელმა შეიძლება ადრე თუ გვიან სტუმარს აგრძნობინოს, რომ მისი ნომერი მეორეა. გადაუხვია. იმას ვამბობდი, რუსი ოპოზიციონერები ადრე თუ გვიან, როდესაც ყველაფერი შეიცვლება და დაწყნარდება, ფიქრობენ უკან დაბრუნებაზე და არ მგონია მათ ახლა ისეთი ზიანი მიაყენონ თავიანთ სამშობლოს ჩვენი ოპოები რომ ცდილობენ, როგორც მაგალითად დასანქცირება, უვიზო რეჟიმის შეჩერება, გერმანული მანქანების შემოტანის აკრძალვა, კოკა-კოლას გაუქმება და ამგვარი სისულელეები. უნდა იმას ვამბობ, ასეთი რამ რუსმა ოპოზიციონერმა თუ იკადრეს, მერე ვინც მათ შინ დახვდება, მადლობას ნამდვილად არ გადაუხდის იმის გამო გაქცეულებმა, ასე რომ იზრუნეს და ზიანი მიაყენეს დარჩენილ თანამემამულეებს. ჩვენებს კი ამის შეგნება არ აქვთ. ჩვენებმა ოღონდ რამე ზიანი მიაყენონ ქვეყანაზე, თუ გინდა ბალახსაც ნუ გაუხარია. თუმცა რატომ ვეძახი მე მათ ჩვენებს? ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.